საქართველოში ამ 7 წლის მანძილზე შემოვიდა საბას სხვადასხვა ჟიურიმ წაიკითხა 800-ზე მეტი წიგნი. ნომინირებულია და გამარჯვებულია საბას პრემიის ლაურეატობის, ასე ვთქვათ, მფლობელია, ლაურეატია 48 ადამიანი წლევანდლამდე და კიდევ 8 ადამიანი დაჯილდოვდება. ყველა ქართველ მწერალს დიდი მადლობა იმისათვის, რომ ქმნიან, სრულიად უანგაროდ ქმნიან იმ სივრცეს, რასაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა ჰქვია. ახლა კი ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჟიური, რომელმაც იმუშავა 4 თვის მანძილზე, რომელმაც წაიკითხა 150-ზე მეტი წიგნი, შექმნა შორტლისტები და დღეს რამდენიმე, ასე ვთქვათ, საათით ადრე გამოავლინა გამარჯვებულები. მაშ ასე ჟიურის წევრები. ცნობილი მთარგმნელი ლიტერატორი ბატონი დავით წერედიანი, გთხოვთ ბატონ დავითს. პოეტი, საბას 2004 წლის ლაურეატი, ლიტერატორი, პოეტი ბატონი ანდრო ბუაჩიძე, გთხოვთ ბატონ ანდროს. წერალი, საბას ლაურეატი 2003 წელს, ქალბატონი ანა კორძაია სამადაშვილი, გთხოვთ ქალბატონ ანას. კრიტიკოსი, ბატონი მალხას ხარბედი, ასევე საბას 2007 წლის ლაურეატი. და თქვენი მონა მორჩილი რატი ამაღლობელი. იღლა გადავშალოთ სიმბოლურად წიგნი, რომელიცაც ჰქვია ლიტერატურული პრემია საბა 2009. და დავიწყოთ უშუალოდ დაჯილდოების ცერემონია. ესე იგი გავიმეორებ კიდევ 7 ნომინაციას: წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო თარგმანი, წლის საუკეთესო პიესა, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა და მერვე პრემია, განსაკუთრებული პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. პირველი ნომინაცია ეს არის წლის საუკეთესო დებიუტი, რომელშიც წარდგენილნი არიან დიანა ანფიმიადი, შოკოლადი, გამომცემლობა სიესტა, ხათუნა თავდგირიძე, ჰომოტოტუს, ბაკურსულაკაურის გამომცემლობა, ნიკა თევზაძე, დედექტივის თავგადასავალი, გამომცემლობა ზეკარი, ლევან კავლელი, ინდოჩინეთის სიესტა, გამომცემლობა, გიორგი კეკელიძე, ოდები, გამომცემლობა სიესტა, ლადო კილასონია, გამომცემლობა საარი, ღობე. გთხოვთ ბატონ მალხას ხარბედიას გამოავლინოს გამარჯვებული წლის საუკეთესო დებიუტში. ძალიან მიხარია, რომ მე მომეცა შესაძლებლობა გამომეცხადებინა წლევანდელი საბას, სადებიუტო საბას ლაურეატები, რადგან პირველად საბას ისტორიაში წელს სადებიუტო საბას ეყოლება არა ერთი, არამედ 2 ლაურეატი. ესენი გახლავან პოეტები დიანა ანფიმიადი და გიორგი კეკელიძე. ივესალმოთ მას და ვთხოვთ ამობრძანდნენ. ორი ყველაზე გამორჩეული ხმა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. და ასევე გამოვარჩიო გამომცემლობა სიესტას 8 წელი, ასე ვთქვათ, გამომცემლობის, რომელიც დაუნალებლად, ასე ვთქვათ, წელიწადში დაახლოებით 10-12 პოეტურ კრებულს გამოცემს ხოლმე. ველით დებიუტანტებს. ახალგაზრდები ხართ, დროზე ამოდით. ობრძანდით. დიანა. გვაქვს ერთი ოქროს ფრთა ვერცხლის, რომელიც გადაეცემა ქალბატონ დიანას, რადგან გაუთვალისწინებელი იყო ჟიურის ასეთი შედეგი და ლიტერატურული პრემია საბა სულ მოკლე ხანში პირდება გიორგის ასეთივე ფრთას. მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით, ორმაგად ბედნიერი ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ დიანა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და გაოცებულიც კი ვარო, ესეთი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ. მე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გამომცემელს სიესტას, ჩემს რედაქტორს გაგალომიძეს, ჟიურის ყველა წევრს და ჩემი წიგნის შესახებ